მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ძალიან საინტერესო და ფერადი გამოწვევა მოგიმზადეთ. მოდით, ერთად შევამოწმოთ თქვენი დაკვირვებულობა და ყურადღება. ეკრანზე ხედავთ ფანტასტიკურ, კოსმოსური სტილის საძინებელს. დააკვირდით ორივე სურათს. მათ შორის რამდენიმე აშკარა განსხვავებაა. თქვენ გაქვთ ზუსტად 30 წამი მათ საპოვნელად. დრო წავიდა. დრო ამოიწურა. აბა, რამდენად ყურადღებიანი იყავით? მოდით ვნახოთ პასუხები. პირველი აშკარა განსხვავება. კედელზე გიტარაა. მეორე განსხვავება. თაროზე მანათობელი კრისტალი დევს. მესამე განსხვავება. მაგიდაზე ქანჩის გასახები. ამ სურათზეც თქვენ უნდა იპოვოთ 3 განსხვავება. დრო წავიდა. დრო ამოიწურა. ამ სურათზე პირველი განსხვავება არის ექსკავატორი, მეორე საგზაო კონუსი, ხოლო მესამე ლამპარი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. შემდეგ ამოცანაშიც უნდა იპოვოთ ზუსტად 3 განსხვავება. დრო ამოიწურა. ამ სურათზე პირველი განსხვავება არის ნავი. მეორე განსხვავება ნავის გვერდით პატარა ავტომობილი, ხოლო მესამე განსხვავება თაროზე ზედა მხარეს, მიკროავტობუსი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ამოცანაზე. დრო ამოიწურა. ამ სურათზე პირველი განსხვავება მარტივად შესამჩნევია. ეს არის ირემი. მეორე განსხვავება არის ქუდი, ხოლო მესამე განსხვავება არის კომპასი. ახლა კი მოემზადე, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამოცანა გელის. სანამ შემდეგ ამოცანაზე გადავალთ, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. ამ ამოცანაშიც უნდა იპოვო 3 განსხვავება. დრო ჩაირთო. დრო ამოიწურა. სურათზე პირველ განსხვავებას, რასაც ვხედავთ, ეს არის ორცხოვილა. მეორე განსხვავება არის კედელზე საათი, ხოლო მესამე განსხვავება მაგიდაზე გასაღებია, რომელიც ჭიქის გვერდით დევს. ამ სურათზეც 3 განსხვავება უნდა იპოვო. თუ მარტივად შეძლებს 3-ვე განსხვავების პოვნას, დაალაიქე ვიდეო და გააგრძელე სხვა ამოცანის ამოხსნა. დრო წავიდა.
დრო ამოიწურა. იმედია მოახერხეს სამივე განსხვავების პოვნა. თუ დრო არ გეხო, შეგიძლია დააპაუზო სანამ პასუხს გეტყვი. პირველი განსხვავება არის სათვალე. მეორე განსხვავება არის ტორტის ნაჭერზე მარწყვი. ხოლო მესამე განსხვავება მარჩვენა მხარეს არსებული წიგნი, სადაც ორიგინალ ფოტოზე 2 ერთად დევს, ხოლო მეორე ფოტოზე მხოლოდ 1 წიგნი ჩანს. ამ ამოცანაშიც იგივე პირობაა, უნდა გამოიცნოს 3 განსხვავება. თუ მარტივად შეძლებს სამივე განსხვავების პოვნას, არ გაჩერდე, წინ ბევრად საინტერესო რამ გელოდება. დრო ჩაირთო. დრო ამოიწურა. პირველი სხვაობა არის ისარი, რომელიც მონადირეს უჭირავს. მეორე სხვაობა არის მაგიდაზე შუშის ბოთლი, ხოლო მესამე სხვაობა არის კომპასი, რომელიც დევს რუკის გვერდით. შემდეგი სურათი, რომელიც მგონია რომ ყველაზე მეც დაგაფიქრებს. ამიტომ არ მოგერიდოს, დააპაუზე სანამ სწორ პასუხს გაიგებ. წარმატებებს გისურვებ. დრო წავიდა. თუ ამ ამოცანაში 2 სხვაობაზე მეტი ვერ იპოვე, გული არ დაგწყდეს, რადგან მართლაც 2 განსხვავება იყო ამ ფოტოებს შორის. პირველი ეს იყო ხალიჩა, ხოლო მეორე ურნა, რომელიც კარადასა და სკამს შორის მოჩანს. შენ უკვე მიუახლოვდი ფინალს, ამიტომაც წაგახალისებ ცოტას და გეტყვი რომ ამ ამოცანაში 3 განსხვავება გაქვს აპოვნი წინა ამოცანისგან განსხვავებით. დრო წავიდა. დრო ამოიწურა. იმედია იპოვეს სამივე განსხვავება. პირველი განსხვავება არის აკვარიუმი. მეორე განსხვავება არის კალათბურთის ბურთი. ხოლო მესამე განსხვავება საათია, რომელიც შენობის კედელზე მოჩანს. ეს ამოცანა ამ ვიდეოში ბოლო ილუსტრაციული ამოცანაა, ასე რომ ყურადღებით იყავი. იპოვე განსხვავება სურათებს შორის და თუ შენ ამ განსხვავებებსაც აღმოაჩენ, მზად იქნები მე-11 და ბოლო ამოცანის ამოსახსნელად, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ერთეულებმა ამოხსნან. დრო ჩაირთო. დრო ამოიწურა. იმედია მოასწარით და სამივე განსხვავება იპოვეთ. მოდით შევამოწმოთ. პირველი განსხვავება კედელზე დაკიდებული რუკაა. მეორეც რუკაა, ოღონდ თაროს შიგნით დამალული. ხოლო მესამე დეტალი ჩანთაა, რომელიც კარადის გვერდით იატაკზე დევს. ახლა კი მოემზადეთ. წინ ჩვენი ფინალური ამოცანა. კროსვორდი გელოდებათ, რომლის ამოხსნასაც მხოლოდ თქვენი კარგი მეხსიერების და მაქსიმალური ყურადღების წყალობით შეძლებთ. კარგად დაფიქრდით, რადგან პასუხები იმაზე ახლოსაა, ვიდრე გონიათ. აბა, დავიწყოთ.
იმედია დღევანდელი ამოცანები თქვენთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. წინ კიდევ უამრავი თავსატეხი და გამოწვევა გელოდებათ. ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ეს უდიდესი სტიმულია ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტი და მრავალფეროვანი კონტენტი შემოგთავაზოთ. მომავალ შეხვედრამდე.